ერთი ქვეყანა, ორი რეალობა. რომელ რეალობაში ცხოვრობ შენ? საქართველოში მოსახლეობის 35% შემწეობას ითხოვს. მაშინ როცა 89 დეპუტატიდან 33 მილიონერია. 350,000 მოქალაქეს იღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, მაშინ როცა ოცნების 14 მინისტრიდან 7 მილიონერია. ხანდაზმულები 350-დან 450 ლარამდე იღებენ პენსიას, ხოლო მინისტრების ხელფასები იანვრიდან 13,600 ლარამდე იზრდება. მოქალაქეები უკეთესი საქართველოს მოთხოვნისთვის ციხეში ხვდებიან, ხოლო პრემიერი რომელმაც მილიონები მოიპარა, თავისუფალია. ყოველი მესამე ბავშვი არასრულფასოვნად იკვებება. ომის ვეტერანები თვეში 100 ლარს იღებენ, ხოლო დევნილები 45-ს. ქვეყანაში 50,000-მდე ნარკომომხმარებელი და 20,000-მდე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული მოქალაქე გვყავს. ახალგაზრდები აქტიურად ტოვებენ ქვეყანას და ბოლო 12 წელიწადში 300,000-ით მეტი ემიგრანტი გვყავს. ხოლო მართველი პარტია აგრძელებს ემიგრაციის წახალისებას, მტრების გამოგონებას და რეალური პრობლემებიდან ჩვენი ყურადღების გადატანას. რომელ საქართველოში ცხოვრობ შენ და როგორში გინდა რომ ცხოვრობდე? სიჩუმის ფასი ძალიან დიდია. დაგვეხმარე, რათა საუბარი გაგრძელდეს.